ხოს დავსვავ, რომ არ გამოგშვეს მერე, ვინაიდან ოჯახში შეეხო აქ საუბარი, ბატონო ჯავს. სამწუხაროდ შტატის მოქალაქეები აცხადებენ და არ მინდა რომ მიკერძოებული ვიყო, ამიტომაც გისვამთ ამ კითხვას. სამწუხაროდ შტატის მოქალაქეები აცხადებენ, რომ გუბერნიაში, რაც თქვენ დაინიშნეთ, ნეპოტიზმი ბინადრობს და თქვენ გვარით ნიშნავთ ხალხს თანამდებობაზე. თუ შეიძლება რომ უარყოთ ან დაადასტუროთ ეს მოსაზრება და ხალხის ეს ჭორები ან ესე გაფანტოთ, ანდაც რაღაც გაამყაროთ. პირველ რიგში მადლობას გადავუხდი მაგ ხალხს იმისთვის რომ თავიანთ აზრს ესე მკაფიოდ და საღად აფიქსირებენ. ქალბატონო მარგარეტ, მე ძალიან მარტივად გავცემ ამაზე პასუხს, რომ ჩემი პირველი შემცვლელი არ არის ჩემი გვარის მატარებელი, თაბაგარი არის გვარად. ასევე მინისტრები, ძალიან ბევრი მინისტრი არ არის ჩემი ოჯახის წევრი და არც ჩემი ნათესავი არიან საერთოდ სხვა გვარის ხალხი. შესაბამისად, პასუხი ნათელია, ხომ? ანუ ეს ყველაფერი რომ ესე იყოს, აუცილებლად ჩემი გვარის წარმომადგენელი იქნებოდა ჩემი შემცვლელიც, მინისტრიც, პროკურორიც, გენინსპექციაც. კი, შესაძლებელია რომ ამ გვარის ხალხი მუშაობდნენ ამ დეპარტამენტებში, მაგრამ ხელმძღვანელებად და ესე ვთქვათ რომ აი გვარი რადგან ჩემი აქვს და რადგან ჩემი მონათესავე ადამიანია, მაგის გამო არავინ არ დანიშნულა აქ. ბატონო ჯავს. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამ ოთახშიც იმყოფება ბატონი შაკო, რომელიც გვარად ტელერი არის და საერთოდ ანუ რაშუაში არის ეს ვერ ხვდები, თუმცა მაინც მადლობა მაგ ხალხს, რომ ასეთ კრიტიკას მაჩვევენ თავიდანვე, ეს მე მხოლოდ გამაძლიერებს. დიახ ბატონო, სავარაუდოდ წინა გუბერნატორის ლაფსუსებმა თქვენზე ლაქა დატოვა და ამიტომ ხალხს ესეთი შთაბეჭდილება დარჩა. ქალბატონო მარგარეტ, როგორ არის ცით, ნახეთ, როდესაც ვაშინგტონთან გასაუბრებას გადიხარ და ინიშნები გუბერნატორის პოზიციაზე, მან ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ ადამიანს უნდა ყავდეს გარკვეული შტატი გუნდი, გდიახ, რომელიც დაგეხმარება, რომელიც სტარტაპი იქნება იმ ძლიერი პროექტების, რაც შემდგომში უნდა გააკეთო. შესაბამისად, უნდა გავუმიჯნოთ ჩვენ ნეპოტიზმი და გავუმიჯნოთ მამოძრავებელი ძალა. მამოძრავებელი ძალა რომ არ ყავდეს, ჩათვალეთ რომ აი შეუძლებელია. მეც ძალიან ბევრ ადამიანს ხედავ, იგივე ფედერალურ ბიუროში, იგივე პოლიციაში, თუნდაც თქვენთან ერთი გვარის ადამიანებს, მაგრამ ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ თქვენ ნეპოტიზმი გაქვთ. ნუ ბატონო, ჩემი მოგვარე ერთიც არ მყავს აყვანილი. ნუ ეს ისე მაინც დავაკონკრეტე. კი, თქვენი პატარა გვარია სამწუხაროდ შტატებში. კარგით, ოპოზიციის მიმართ როგორ რეფორმებს ჩაატარებთ, რამდენად ტოლერანტული იქნებით? ამ მომენტისთვის სიმართლე რომ გითხრა, არც ერთი ოპოზიციური პარტია ან დაჯგუფება არ არის დარეგისტრირებული, შესაბამისად მე მათ არსებობას თუ ვერ ვხედავ და არ არიან, ფიზიკურად დამოკიდებულება ვერ მექნება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ყველას აზრს პატივს ვცემ და ვცდილობ ყველას აზრი რაღაც დონით გავითვალისწინო, თუმცა საბოლოო ჯამში იმ პოზიციაზე ვიმყოფები, რომ გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. ყველანაირად ვცდილობ, რომ ყველა ადამიანს გავუგო, თუმცა ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ მე ოპოზიციურ პარტიებს, რადგან არ არიან ფიზიკურად დარეგისტრირებული და თუ დარეგისტრირდებიან და იქნებიან როგორც ოპოზიციური პარტია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემექმნება ჩემი დამოკიდებულებაც მათი ქმედებიდან გამომდინარე. გასაგებია. ბატონო ჯონ, თქვენთვის დამითმია მიკროფონი. ბატონო ჯოს, მე მაინტერესებს თქვენი აზრი ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მძვინვარე და მზდად პრობლემაზე, რომელიც არის გემბლინგი. როგორც ვიცით, ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს და სამწუხაროდ მე ბევრი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი შემიჩნევია კაზინოში, ირგვლივ, შიგნით, მაგიდაზე და ყველა. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ პრობლემასთან დაკავშირებით და აპირებთ თუ არა რაიმე რეფორმების გატარებას ამ პოლიტიკასთან აი რამე. ანუ თქვენ თვლით რომ გემბლინგი აი უბრალოდ ვერ მიხვდი საბოლოო ჯამში კითხვას, ანუ უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები შტატში, ვინაიდან ეკონომიური არა, კი შტატში არა, უფრო სახელმწიფო უწყებებში. შტატში მაგის აკრძალოთ შემეძეთ არ იქნება მართლა. რა არის ესეთ, ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს სიამოვნება
იმ გზით, რომელიც არის ლეგალური. რადგან შტატში არ ზღუდავს კაზინოს და კაზინოში არსებულ გასართობ საშუალებებს, ასე ვთქვათ, ძვირად ღირებულ გასართობ საშუალებას. არანაირი კანონი, ამ შემთხვევაში მე ვერც იმას ვერ ხედავ, რომ თქვენ ან მე ან ბატონმა მანდომ ან ნებისმიერმა ჩვენმა მოქალაქემ სიამოვნება მიიღოს იმ კონკრეტული ადგილიდან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა მოხდეს კაზინოში სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო თანხის დახარჯვა. ამას რა თქმა უნდა ძალიან მკაცრად გავაკონტროლებ და ამ ყველაფერზე სისხლის სამართალის აღიზრება თუ დაფიქსირდა, დარწმუნებული ვარ რომ არ დაფიქსირდება, მაგრამ მაინც მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს. ესე იგი თქვენთვის გემბლინგი არ წარმოადგენს პრობლემას. რა თქმა უნდა, იქ შეზღუდული არის ასაკი, როგორც ვიცი, ეს არის კერძო კომპანია, რომელიც არ არის სახელმწიფოს წევრი, ანუ ჩვენი მართველ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის, ასე ვთქვათ, ეს გემბლინგ კომპანია. არის რაღაც კონკრეტული ერთი ადამიანის. შესაბამისად, იმ ადამიანის სრული ვალდებულება ის, რომ გააკონტროლოს age კონტროლი და გააკონტროლოს თუ რა და როგორ ხდება შიგნით. მე როგორც ვიცი, კაზინოში ერთი ფაქტიც არ მომხდა